სახლში სწავლობდით ანბანს. ხოდა მე ძალიან განიჭირდა ანბანი ვერ ვისწავლე. უბრალოდ ვერ გავიგია. რატომ არის ანბანის ასონიშანი აღგერა. არადა ეს და მანუგერა ჩემთვის და ეს ყველაფერი დამთავრდა რომ ანბანი ვერ ვისწავლე და პირველ კლასში ვერ შემიყვანეს. საჭირო გახდა ჩემი ესე იგი კონტროლდება კლავაც და ერთადერთი რაც რასაც ესე იგი ასონიშანი ივანს გასწია მაშინ რა ვიცოდი რომ ხედული თავდაპირველი ანბანი არ არის ქართული დამწერლობისა. ჭარზე რომ იდგა საქმე ასონიშანი ჭარგე. ანბანში 32 ასონიშანია. ნამდვილი სათვალარით. 32 ასონიშანია და კიანჭველას მივამსგავსე, იმიტომ რომ სოფლად ვიზდებოდი და ესე იგი კიანჭველას ესე იგი კიანჭველა გამოსახული, ამიტომ ჭრილ გერის მნიშვნელობა აქვს და ეს იყო ჩემთვის. ამოცნობა ცოტა შვება მომეცა, მაგრამ მთელი სიცოცხლის მანძილზე გამყვა ეს, რომ ქართული ანბანი ვერ გამოიყო, რომ ქართული ანბანი ამოცნობა არ არის. არათუ ქართული ანბანი ანბანური დამწერლობა სოფლიო ვერ გაარკვია. ამგვარად არსებობს ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო. როგორ შეიქმნა ანბანი და რატომ აქვთ ასონიშნებს ერთდროულად გერისა და რიცხვის მნიშვნელობა. ეს არის ჩემი შესავალი.